სამხედრო სამსახურის მიერ გაწვეულთათვის. შესაბამისად, მათ 4 წლიანი ხელშეკრულების დასრულების შემდეგ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ეთვლებათ. სტუდენტებისათვის ტერიტორიულ რეზერვში მიღების რიცხობრივი ლიმიტი არ არსებობს. 2023 წლის დასაწყისში ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტებისათვის ამოქმედდა ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის სრული პაკეტი, რომლის მეშვეობითაც რეზერვისტებს შეუძლიათ სრული სამედიცინო მომსახურების მიღება და ის ანალოგიურია როგორც რეგულარული სამხედრო მოსამსახურისათვის. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულებს აქვთ პროფესიული სამხედრო საკარიერო კურსის გავლის და დაწინაურების შესაძლებლობა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ტერიტორიულ რეზერვის დაახლოებით 10%-ს მანდილოსნები წარმოადგენენ. ტერიტორიულ რეზერვში ყოველწლიურად ხდება რეზერვისტების მიღება პრემიერ-მინისტრის განკარგულებით და აღნიშნული საფუძველზე წელსაც თებერვლის თვიდან დაწყებულია მისაღები კანდიდატების რეგისტრაცია. შეიმჩნევა რეგისტრირებულთა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, პროცესი ხორციელდება, რა თქმა უნდა, დადგენილი კრიტერიუმების და პროცედურების გათვალისწინებით. ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების დაკომპლექტება უწყვეტი პროცესია, გარდა ახლად რეგისტრირებული კანდიდატებისა, კონტრაქტის დასრულების შემდეგ დაახლოებით 70% რეზერვისტი აგრძელებს კონტრაქტს მეორე ვადით. ეს ვადებია 2, 3 ან 4 წელი. რეზერვისტების მომზადება ხორციელდება გაწერილი გეგმა კალენდრის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიული რეზერვი კომპლექტდება სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებისგან. შესაბამისად, საბრძოლო მომზადების გეგმა მაქსიმალურად მორგებულია რეზერვისტების სამუშაო გრაფიკზე. ტერიტორიული რეზერვის საპილოტო პროგრამის დაწყების შემდეგ აქტიურად ხორციელდებოდა ტერიტორიული რეზერვის პოპულარიზაცია. დღესდღეობით სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით დღესდღეობით ამის აუცილებლობა აღარ დგას, ვინაიდან რეზერვისტები თავად ახორციელებენ ტერიტორიული რეზერვის შესახებ დადებითი მესიჯების გავრცელებას საზოგადოებაში, რაც ასევე ხელს უწყობს ტერიტორიულ რეზერვში გაწევრიანების მზარდ დინამიკას. და ბოლოს, კონტრაქტის დასრულების შემდგომ ტერიტორიული რეზერვისტების ჩარიცხვა ხდება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში. ეს არის მოკლე ინფორმაცია ტერიტორიულ რეზერვთან დაკავშირებით, თუ კითხვები არსებობს, მზად ვართ უპასუხოთ. მადლობთ ბატონო გრიგოლ. თხოვთ. მოგესალმებით, ძალიან კარგი ინიციატივა, რა თქმა უნდა, და ეხლა ბოლოს ახსენეთ, მაღალი მზადყოფნის რეზერვში ხდება ჩარიცხვა. ანუ მე მქონდა კითხვა, რომ დავუშვათ ეხლა ძალიან ბევრჯერ ყოფილა, როდესაც სტიქიური უბედურებების დროს დაგვჭირებია ამ შემთხვევაში ჯარისკაცების დახმარება, გვერდში დგომა და ასე შემდეგ. თქვენ ახსენეთ, რომ ეს რეზერვში ვინც არიან, ესენიც იქნებიან ჩართული ამ მიმართულებით, ხო? როდესაც დავუშვათ დაჭირდება სახელმწიფოს და შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ანუ მაინტერესებს ეს ადამიანები, ახალგაზრდები, რომ დაასრულებენ ამ 4 წლიან რეზერვს. მერეც ექნებათ ეს ვალდებულება, რომ დაუშვათ ეხა რეზერვი რა არის, ხო? გადავამზადეთ ამ შემთხვევაში ეს ახალგაზრდები და მომავალში თუ სახელმწიფო საჭიროება იქნება, ეს ადამიანები იქნებიან გამოძახებული, თუ მხოლოდ იმ 4 წელიწადში ვინც იქნებიან, ეხა ისინი იქნებიან ვალდებული მხოლოდ მიიღონ ასეთ დაუშვათ ღონისძიებებში მონაწილეობა. მადლობა. დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ და სამწუხაროდ ჩვენ მქონდა სხვადასხვა ხანძრები იქნებოდა ეს დიდოულობა და ასე შემდეგ, სადაც თავდაცვის ძალები აქტიურად მონაწილეობდა და მხარდაჭერ ფუნქციას აკეთებენ სახელმწიფო უწყებების და ამ შემთხვევაში შესაძლებელია რეზერვისტების გამოყენებაც, რომლებიც არიან მოქმედი რეზერვისტები. რაც შეეხება სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირებს, ეს საჭიროების შემთხვევაში, როდესაც უმოკლეს დროში უნდა მოხდეს მობილიზაცია, მაგალითად საომარი მდგომარეობის დროს, ამ მიზნით არის შექმნილი ეს, ასე ვთქვათ, სამობილიზაციო რეზერვი. გაქვთ შეკითხვები ბატონებო? გთხოვთ ხალბატონო სოფო. მადლობა, მეც გიდასტურებთ იმას, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქალისგან მომისმენია სურვილი, რომ მათ აქვთ ეს სურვილი, რომ ამ ტერიტორიულ რეზერვში ირიცხებოდნენ. მე მინდა გითხოთ თქვენ თუ გაქვთ რამე განსაკუთრებული შეთავაზებები, ან რაღაც განსაკუთრებული პირობები, ან პროგრამები ამ რეზერვში ყოფნის დროს ქალებისთვის.
თუ შეგიძლიათ მეტი გითხრათ. გასაგებია. ჩვენ ასე ვთქვათ, თანასწორობის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული ან პრივილეგია და ასე შემდეგ არ არსებობს, მაგრამ როგორც მოხსენებაში აღვნიშნე, არის სხვადასხვა სამოტივაციო პირობები, როგორც არის ხელფასის სახით, როგორც არის მორგებული პირობა, თუ სადმე მუშაობს, ანუ მას შეთავსებით შეუძლია რეზერვისტი იყოს და აქაც აიღოს ხელფასი და რა თქმა უნდა ეს არის ფიზიკური მომზადებაც და როგორც აღვნიშნეთ, შვილის შეძენის შემთხვევაში 2000 ლარი. მადლობთ. თქვენ თუ მეტი არაფერი არ არის მადლობა გადავხოდოთ ბატონ გრიგოლს, ბატონ რომანს მობრძანებისათვის და უსულოთ წარმატებები მომავალ საქმიანობაში. დიდი მადლობა. კოლეგებო, თქვენს მადლობას გიხდით მონაწილეობისათვის. მომადახურულია.